Deputatebისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სემინარი სახელწოდებით რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ჩატარდა. მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობა საქართველოში და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი აღნიშნულ საკითხს ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. სემინარი გაეროს პროგრამის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ფონდის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი ჰარმონიზაცია და იმ კანონმდებლობის მიღება, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ანუ მომავლის მიმართ ზრუნვაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში სემინარი, რომელიც ეროვნულ დონეზე განიხილავს მდგომარეობას, პირველად ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება ძალზე წარმატებული და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც გაიმეორებენ ჩვენს ინიციატივას.